გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ გადაცემას ანტიბიოტიკი, რომელიც მზადდება სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლების და სტუდია ანტიბიოტიკის მიერ ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ტრადიციულად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიმდინარე პროტესტზე და ამ პროტესტის რეგიონულ დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე. ამ თემაზე სასაუბროს დღეს ჩვენი სტუმარია იურისტი კახა ჩავლეშვილი, რომელიც ამ პროტესტში, არა მარტო ამ პროტესტში, თუმცა რადგანაც კონცენტრაცია ამოვლენებთან დაკავშირებით გვაქვს, ამ პროტესტის ოზურგეთში არსებული პროტესტების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა. ბატონო კახა, გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და პირველ რიგში გვაინტერესებს მოკლედ, რომ თქვენი აზრით შევაფასოთ, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესში ვართ ახლა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღესდღეობის ქვეყანაში არის უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო. პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ პერმანენტულად ჩვენთან ყალბდება არჩევნები და ახლანდელმა ბოლო არჩევნებმა ალბათ ყველა რეკორდი მოხსნა გაყალბების. თუმცა ამას ზედა ერთო კიდევ მეორე ძალიან მძიმე პრობლემა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად უარი თქვა ევროინტეგრაციაზე და უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი, რომლის მიხედვითაც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო დაწესებულებამ და ყველა უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია და დასავლეთთან ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ამას მოყვა ძალიან სერიოზული პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირ მინდა თქვა, რომ ეს საპროტესტო აქციები მთლიანად არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ზოგ შემთხვევაში ორგანიზებული, ზოგ შემთხვევაში სპონტანურად წარმოშობილი, რა ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არ ვიტყვი ამას, ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ესაა ფაქტი, რომ რეაქცია რა ოპოზიციურ პარტიებზე უფრო გაცილებით უფრო მეტად აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ძალიან სოლიდარული არიან ამ საკითხში რა. რაც ერთგვარად იმის ნიშანიცაა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა და ის მზათა ღირებულებებისთვის ბრძოლისათვის. კი, ეს სხვათა შორის ეგ ბევრი აზრით რაღაცა ხდება ახალი საქართველოს დაბადება, ახალი საზოგადოების, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარ მომავალზე, პასუხისმგებელია ასევე საკუთარ თავზე და თქვენ რაც აღნიშნეთ ის, რომ პოლიტიკურ პარტიებზე მეტად, თქვა, სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინა ინიციატივა და რეაქცია ჰქონდა ამ პროტესტზე, ძალიან რაღაცა საიმედო და ისეთი ის არის მომავლის განსაზღვრისთვის და ამ ქვეყნის არსებობა არ არსებობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ თვალსაზრისითაც მათ შორის ჩვენ პროტესტი ნახეთ არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონულ ცენტრებშიც, რეგიონულ ქალაქებშიც ჩვენთანაც არის პროტესტი. თქვენი აზრი რას ნიშნავს? ანუ რატომ უნდა იყოს რეგიონებშიც პროტესტები და ეს ჯაჭვი რას მოასწავლებს? რეგიონებში საზოგადოების აქტივობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და რატომ? ჩვენ თუ ავიღებთ ტოტალიტარულ ქვეყნებს, მათ არა მარტო პოლიტიკური სისტემა, არამედ სოციალური სისტემაც აქვს იმ ფორმის რაფორმითაც აქვს საქართველოს. ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ საქართველო არის თავგონბალა ქვეყანა, სადაც ერთ ქალაქში არის თავმოყრილი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, აბსოლუტურად ყველა პროცესი მიმდინარეობს იქ, ეს ზუსტად ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ქვეყანა არის ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი. ანუ ეს დაავადება უნდა მოხდეს ქვეყნის რეგიონებში პოლიტიკური, კულტურული პროცესების დაცვა, დაძვრა უნდა მოხდეს გააქტიურება იმ საზოგადოების, რომელიც დღეს რეგიონებში დარჩენილი და სხვათა შორის ზუსტად ამით უნდა ებრძოლონ იმ პერსპექტივას, რომლებიც გამეფებულია, მაგალითად ჩვენთან, სადაც ჩვენთან რო ავიღოთ ახლა გურიაში პრაქტიკულად პენსიონერები და ბავშვები არის დარჩენილი და ძალიან ცოტა ასე ვთქვათ, ის საშუალო ასაკის ხალხი, შრომის უნარიანი ადამიანებიც უკვე ძალიან პრობლემაა რა, ანუ პრაქტიკულად დაცლილია მთელი ქვეყანა და მთელი გურია ზუსტად ამ პერსპექტივების გამო. რაც არის საშინელი და ზუსტად ამ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელიც რეგიონებში იჩინა დღეს თავი, უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის
რეალური დეცენტრალიზაცია, რომ რეგიონებშიც დაიძრას პოლიტიკური, კულტურული, სოციალური პროცესები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა უყურებ მაგალითად ოზურგეთს და 7 საათს მერე კაცი ვეღარ შეხვდება ქუჩაში, უნდა მიხვდე რომ ქალაქი არის მკვდარი და იქ თქვათ რაღაც რომ მე ვიზრუნე რომ რაღაც ასფალტი დავაგი ან ვიღაცას ვარსკვლავი გაუხსნენ, გუშინ ვარსკვლავი გაიხსნა და გიოცავთ ურვეშკი და ეს არ არის, ეს არაფერს არ ნიშნავს რეალურად, მინდა გითხრათ რა. თავარი არის იგი, რომ ახალგაზრდებს რო უყურებთ, ახლა სკოლიდან რომ მოვალ მე-10, მე-11 კლასელებს რო უყურებთ, შეხედეთ მაგ და გაიფიქრეთ, რამდენი დარჩება ამ ბავშვებიდან ოზურგეთში. ამიტომ ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სისტემა, ანუ ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი სოციალური სისტემა, რომელიც გაგვაჩნია სხვათა შორის აი რო ავიღოთ კორეაში, ჩრდილო კორეაში, ყველა პროცესი არის ერთ ქალაქში თავმოყრილი, ისე როგორც იყო ადრე მოსკოვში. ეს ტოტალიტარიზმისად დამახასიათებელია და სხვათა შორის ბერი ამ კიდე სულ სხვანაირად გადაწყვიტა ეს საკითხი, რომ ერთი ქალაქის ერთ უბანში მოაქცია რეალურად ეს პროცესები და ჩვენ რაღაც ფორმით უნდა გამოვიდეთ. იქიდან რომ მე რაღაც თუ ცხოვრობ ამ თუ დავიბადე რაღაცას, ჩემი პრივილეგია სხვასთან შედარებით და აი როცა საზოგადოების შიგნითაც ამ ხელა პრობლემა არის ამ თანასწორობა არათანასწორობასთან დაკავშირებით ჩვენ ესეც უნდა შევცვალოთ რა არ შეიძლება ვინმე თვლიდეს თავს რომ ვიღაცა სხვაზე უკეთესია, იმიტომ რომ რაღაც ერთ გეოგრაფიულ პუნქტში ცხოვრობს რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ამ სისტემისთვის დამახასიათებელი თვისებაა და იგივე პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური პარტიები, რომელიც არანაირ ყურადღებას არ აქცევენ რეგიონებს, არჩევნების წინ ჩამოვლიან, გადმოკიდებენ დროშას ერთი თვით, მერე ახვევენ ამ დროშას დამთავრდება არჩევნები და წავლიან, ასე არ შეიძლება ამ რეგიონების მიტოვება და თუ ჩვენ თვითონ უნდა დავადგეთ უკვე იმ გზას, რომ ჩვენ თვითონ მოვძებნოთ ის საშუალებები, რომ ეს ქალაქი, მაგალითად ჩვენი ქალაქი მთლიანად არ მოუკვდეს და არ გახდეს, რა ვიცი, რაღაც კიდევ უფრო მეტად უსახური და კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივული. რაღაცაზე ჩამოკიდებული. ბატონო კახა, ეგეთ შეკითხვას თაგისუნ ცოტა შესავალს გავაკეთებ. გარდა იმისა, რომ რაღაცა ამ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დეკლარირებულად უარი თქვა ქვეყნის ევროპულ კურსზე და გავიდა ამ კონსტიტუციიდან, ასევე ხედავთ, რამდენად ძალადობრივი გახდა ეს რეჟიმი, ბოლო 2 კვირის კი არა და 22 დღის განმავლობაში უკვე ხედავთ, რომ ტერორს, დაშინებას, უკანონო დაპატიმრებას, სასტიკად უსწორდებიან ამ ხალხს, ცემენ, თავპირს არ ლეწავენ და ეგეთი მოცემულობა გვაქვს, რომ დაპატიმრებულია 400-ზე მეტი ადამიანი, ნაწამებია ფაქტობრივად 300-ზე მეტი ადამიანი, სისხლის სამართლით რაღაცა პატიმრობა ემუქრება 40-მდე ადამიანს, არაფრის გულისთვის და ამის პარალელურად დასჯილია 0 სამართალდამცავი ბრჭყალებში, ანუ ეს ხალხი ძალიან ნათლად გვეუბნება იმას, რომ რასაც გვინდა გავაკეთებთ, როგორც გვინდა ისე მოგექცევით და ამის პარალელურად არავინ დაისჯება ჩვენი მხრიდან, თორე სამოქალაქო საზოგადოებას უდიდეს ტერორში აყენებენ, რაც არ ახალია, ეს ცალსახად რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია, თუმცა თქვენი როგორც იურისტის შეფასება მაინტერესებს ამ საკითხად, თუნდაც ის, რომ არც ერთ იქ მდგარ რობოკოპს თუ ამ რაღაცა შავებში გადაცმულ პიროვნებას საიდენტიფიკაციო ნიშანიც კი არ აქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, როდესაც აგვიდგება, ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ანუ რასთან გვაქვს საქმე და რას გვიკეთებს და რას გვეუბნება ამით ქართული ოცნება. მე ჩემი აზრით პრობლემის ძირი მაინც არის არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების მიტაცება. ჩვენ თუ წესიერ არჩევნებს ჩავატარებთ, უამრავი პრობლემა მოგვეხსნება. ჩვენ მოგვეხსნება წესიერი არჩევნების ჩატარებით პრობლემა, რომელიც გვაქვს განათლების სისტემაში, რომელიც გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოში, ჩვენ თუ კი დამოუკიდებელი ინსტიტუციები გვეყოლება, თუ ჩვენ
ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება ობიექტური, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემები მოგვეცდება. ჭახლა უბრალოდ მიმდინარე პროცესებმა გამოაჩინა ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად სასამართლოში უზარმაზარი პრობლემები გვაქვს. გამოაჩინა, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც ახლა სერიოზული კითხვა კი საერთოდ აღარ შეიძლება იმაზე კითხვის დასვა, რომ თლიანად ეს სისტემები არის გამოსაცვლელი, თუ კი ჩვენ რაიმეზე გვინდა ვიოცნებოთ, იმიტომ რომ აქ საუბარი უკვე იმაზე კი აღარა, რომ ჩვენ რაღაც დასავლეთში ან რომელიღაც მიმართულებით გვინდა ინტეგრაცია, აქ საუბარი იმაზე გვაქვს, რომ რაღაც ელემენტარული ადამიანური გარემო იქნას არსებობისათვის ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად როგორი რამეზე ვარტიციათ ამ წუთას ჩვენი გარანტია არის ვიღაცის ხასიათზე ყოფნა. ანუ ვიღაცის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან როგორ გაიღვიძებს ხვალდილას, ან რა ხასიათზე იქნება საღამოს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ საკმაოდ საშიშტი სერიოზული საშიშროება გვემუქრება რა. ჩვენ ძალიან სერიოზული საშიშროება გვემუქრება. პრაქტიკულად ადამიანები დღეს როგორაა იცით, საკუთარი თავის უსაფრთხოდ რომ რაღაც განცდა ქონდნენ უსაფრთხოება, არიან გადავარდნილი რაღაც უსაშველო თაყვანისცემაში, კერპ თაყვანისმებლებაში არიან გადავარდნილი, რომ ვიღაცას უსაშველოდ უნდა ეთაყვანონ ვიღაცა, ის კი არ ითხოვენ მარტო ხელისუფლება მას კი არ ითხოვს ჩვენგან რომ დაეთანხმო, ითხოვს ასევე რომ გიყვარდეს, ითხოვს ასევე იმას რომ ყოველდღიურად საჯაროდ გამოხატო ეს სიყვარული და რაღაც ყოველდღიურ ლოცვა კურთხევაში იყო ამ ხრილ ეს არ ვიცი ეს თუ არა და ძალიან წინ არა წინ კი არა პრაქტიკულად როგორ რამეში ვარ თეცა ადამიანი რომ გაერკვევა ახლა მარტივად რო თქვა და აგინე ერთი პოლიტიკური ძალა და აქე მეორე პოლიტიკური ძალა არც განათლება არც სწავლა არაფერი მეტი საჭირო არა გარკვეული გარანტიები გააქვს რა ძალიან მარტივად შეიძლება ეს საკითხი მოაგვარო თუ კი რაღაც შინაგანი სამყარო ამის საშუალებას მოგცემს რა ეს აქვე მნიშვნელოვანია თაყვანისცემასა და კერპ თაყვანისმცემლობას მართლაც ხას ვერაფერს ვერ დავარქმევდი მაგათ დამოკიდებულებას პატრონი ბიზნესადმი ამ ხალხს ანუ განსამრჩება ესეთი რომ თითქოს ამ ხალხს მოლოდინი აქვს იმისი რომ ეს პროცესები როდესაც ჩაივლის და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩაივლის ამათი გაშვებით ჩვენი ქვეყნიდან რომ ეს პასუხისმგებლობა იდგება მხოლოდ მაგალითად მათ პატრონ ბიზნე ივანიშვილზე. მე ასეთი და მაინტერესებს თქვენი აზრით როგორ არის ეს პროცესი თქვენი შეხედულებით. ეგეთი განცდა მაქვს რომ ამათ გონიათ, აი თუ გინ ნებისმიერ რა ვიცი რეგიონში ქალაქში აი გადაწყვეტილების მიღები პირები ვინც არიან და მაღალ მე არ მაქვს საუბარი იქ წვრილფეხა და ცოტა კი არა ძალიან დაბალი ეშელონის ხო მოქალმებზე პარტაქტივზე გადაწყვეტილების მიმღები პიროვნებები ვინც არიან აქ ხომ ანუ ამ პროცესებში მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დგას ანუ რეალურად სისტემა კი არის ახლა ერთი კაცის სისტემა გვაქვს და მის ხასიათზე ვარ დამოკიდებული თუმცა ამისი შემსრულებლები ხო ეს ხალხი არიან თუ გინდა რა ვიცი საპოლიციო ძალები იქნება თუ ეს თუ რაც იქნება აი ამ მომენტში ამ პროცესში შეყოლა ამ პროცესში ხელშეწყობა და აი ამ ყველაფერზე დათანხმება ხო ფაქტობრივად პასუხისმგებლობის მათი პასუხისმგებლობის საკითხს სვამს როგორ ხედავთ ამ მე მესმის თქვენი რასაც ამბობთ მე ამ შემთხვევაში ვემხრობ იმას წმინდა პარაგმატულად გავაკეთოთ იგი რაც ჯობია რომ გავაკეთოთ და რაც უფრო კარგ შედეგს მოგვიტანს საერთოდ რომაელები ამბობდეს მართსაჯულება უნდა ახსრულდეს და მე თუნდაც საჩამოინგრეს მე გეთანხმებით იმაში რომ ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი რა ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი თუმცა ჩვენ ამაზე უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ მომავალზე
და ამაზე უნდა ვფიქროთ როგორ ავაშენოთ ეს ქვეყანა თუნდაც იმ თანამოქალაქეებთან ერთად რომელსაც არავინ არ შეგვიცლის ჩვენ რომელიც გუშინ გვიტყავდა და გვცემდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მომავლისთვის იმიტომ რომ ჩვენ დღეს დაახლოებით 3,5 მილიონი ვართ და ახლა იქ რომ რაღაც ჭინგებზე ნადირობა დავიწყოთ იმ ფორმით რომ იმის შეიძლება ჩვენ თვითონ დავემსგავსოთ იმ კონკავშირლებს რომლებიც ხალხს ლიტავდა და რაღაც გულაგებში ასახლებდა ამიტომ ამას ალბათ ბევრი დაფიქრება დაჭირდება რა თქმა უნდა პასუხისგებლობა უნდა დადგეს როგორც თქვენთვის ალბათ გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის მაგრამ ერთი რამ არის ხათაშორი ძალიან მნიშვნელოვანი და რა ჩვენ თუ რეგიონებზე ვსაუბრობთ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვერავარდგეს თვითმმართველობას თვითმმართველობა დღეს გახდა ქვეყნის განვითარებისთვის დამაბრკოლებელი ერთ-ერთი ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ეს არის პრაქტიკულად ამ ტოტალიტარული რეჟიმის დასაყრდენი რეგიონებში და ამ თვითმმართველობის დანიშნულება აბსოლუტურად არაა ის რაც უწერია კანონში ამ თვითმმართველობის დანიშნულება ესა წინასაარჩევნო ადმინისტრაციის შენახვა ერთი არჩევნებიდან მეორემდე იმიტომ რომ სხვათა შორის ეს ხალხი მუდმივობითაც გამოირჩევა ყველა ხელისუფლებაში რო არის პრაქტიკულად თანაც ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ რომ დღეს პრაქტიკულად ადამიანი თანამდებობაზე ვერ ინიშნება სპეციალური კომპეტენციის ორგანოების თანხმობის გარეშე და ჩვენ შეიძლება პრაქტიკულად სამოქალაქო ხელისუფლება დავკარგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირია როცა მასწავლებელს საარჩევნო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტს და მმართველ პარტიას შორის პრაქტიკულად ზღვარი არა და ძალიან ხშირია როცა ეს 4-ვე კომპონენტი ერთ ადამიანშია განსხვავებული და ეს არის საშინელება ანუ ყველაზე უფრო მე რასაც ყველაზე უფრო ძიმედ განვიცდი ამ სიტუაციაში არის რაც ხდება სკოლებში იმიტომ რომ სკოლა მაინც აი თქვენ წარმოიდგინოთ ეს არის ჯერ კიდევ რუსეთის იმპერია რო არსებობდა იმ დროიდან შექმნილი საგანმანათლებლო სისტემა ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის და ასე შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და აქედან იყრის ეს საგანმანათლებლო სისტემა თავს, რომელიც მთლიანად, რა ვიცი, ჩემი აზრით დღეს განადგურებულია და როცა მომავალზე ვსაუბრობთ, ალბათ იმ მომავალში მთავარი უნდა იყოს განათლება, მთავარი უნდა იყოს განათლების სისტემა და მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანი და მასწავლებელი და რაც სოფლის მასწავლებლები იყო საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ყოველთვის და მინდა რომ აი ეს ავტორიტეტი სოფლის სკოლაზის საგანმანათლებლო პროცესი მართული იყოს ზუსტად იქითკენ საიდანაც უნდა იყოს და აი ეს კოორდინატორობანა და რაღაც უცნაური ფორმა მასწავლებლის რომელიც ჩემთვის გაუგებარია მართალი გითხრათ ძალიან ხშირ შემთხვევაში აი ეს არა გასაგებად გაუგებარია უბრალოდ მესმის ეს რატომაც ხდება და როგორ აი შეჭრილი პრაქტიკულად ეს სხვადასხვა ორგანოები ამ სკოლაში სკოლის და რა ხდება იქ უკვე ძალიან მასწავლებლებით ყავს ვის ამ კოორდინატორებს, ამ მენეჯმენტებს საერთოდ და ეძებს და რაღაცა უფრო მაღალი შეუძლია. აი როგორ არის და ჩვენ დღეს რო თქვათ რომ რაღაც ინსტიტუცია სადმე ნდობა არის პრაქტიკულად თითქმის არსა და არაფერში არ არის ძალიან ბევრისთვის ეს არის ნოლზე არის ხალხი როგორი დამაიცით არის ადამიანები რომელებიც ცდილობენ დღეს რაღაც მორალური საყრდენი შეუქმნან იმას რაც ხდება დღეს ეს ამ ადამიანებზე თვალის დევნებით არა ეს ადვილი სხვათა შორის ძალიან ძიმეა როცა უყურებ
როცა ამხელა უკანონობა ხდება და იქ ვიღაც ამბობს რომ პოლიციელი გმირია და ჩვენ უნდა დაუდგეთ მას გვერდით, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ცემენ, გასწარებენ თავზე, მერე წარცვავენ, მერე სასამართლოში მიყავთ და იქ კიდევ ჯარიმას ან ციხე აჭკისრებენ ან ციხეში შვებენ, ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გადავიტანოთ რა. ჩვენ ყველაფერი უნდა გადავიტანოთ და უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ადამიანები ჩადგენ ნორმალურ გარემოში და ჩვენ ერთხელაც ამბობთ, უნდა შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ თან და ვისწავლოთ თანაარსებობა ერთმანეთთან. კი, მნიშვნელოვანი ამბავია, ერთი ბოლო კითხვაც გვექნება, თუმცა ჩემს შეფასებასაც დავამატებ, რომ როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდით, რაც თქვენი საუბრით, ერთი არის თქვა დანაშაულის ჩამდენის პასუხისმგებლობა და მეორე არის უბრალოდ მორალური პასუხისმგებლობა, რაც უნდა იცოდეს თქვა ხელმძღვანელმა პირებმა, რომელიც ამას გულშემატკივრობენ იმ პროცესს, რომ ხალხის ცემონ საზოგადოება ხედავს ამას და რაღაც გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ეხლა ესეთი ეს მაინტერესებს ბატონო კახა თქვენ ხშირად საუბრობთ გურულების თქვა ისტორიაზე, გურულების წარსულზე, რაღაც ქონდა გურიის რესპუბლიკა და მთელი ეს ამბები და ხშირად რაღაც კვლევას ატარებთ ხოლმე და თქვენი მოსაზრებები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და მინდა რომ თქვა აი ჩვენ მაყურებელს ვუთხრათ რაღაც პარალელები რა ქონდა მაშინ მნიშვნელოვანი, თუნდაც გურიის რესპუბლიკის პირობებში გურულებს, რომელიც დღესაც გამოსადეგია და რა შეგვიძლია გამოვიყენოთ იმ დროიდან დღეს ამ პროტესტის ფარგლებში აქ ადგილობრივ დონეზე უბრალოდ შეუულებრივ მოქალაქეებმა. მე ზუსტად მაგიტომ საუბრობდი განათლების სისტემაზე და სოფლის მასწავლებლებზე, რომ გურიაში ტყუილად მიაჩნიათ მთავარი ფიგურები, ფირალები. გურიაში ყოველთვის მთავარი იყო სოფლის მასწავლებლები. სოფლის მასწავლებლებმა გურიაში შექმნეს უნიკალური სისტემა, ეს იყო სკოლების სისტემა, რომელიც შედიოდა ბიბლიოთეკები, სადაც იყო უნიკალური წიგნადი ფონდის ბრუნვა და ასევე ოზურგეთელმა მეწარმეებმა, რაც თავარია, შექმნეს სტამბა და იაფი წიგნის, ანუ ხელმისაწვდომი წიგნის, აი მთლიანობაში ეს იყო ჩვეულებრივი სოფლის მასწავლებლების მიერ შექმნილი სისტემა და იმ განათლებამ მიიყვანა გურულები, ჩვენ რომ დღეს სტერეოტიპი გვაქვს გურულის, რომ იგი იყო განათლებული მოჯანყე და რა ვიცი პოლიტიკაში გათვითცნობიერებული, ეს სტერეოტიპი ზუსტად აქედან მოდის. მე მაინც ვფიქრობ, რომ განათლება იყო მაშინ მთავარი და განათლება დღესაც მთავარია ძველ გურულ საზოგადოებას, რაც ახასიათებდა დღევანდელიდან განსხვავებით, ეს იყო უკიდურესად ძალიან მკვეთრი და მკაფიო სოლიდარობა, ანუ არ ქონდა მნიშვნელობა ადამიანს ეთანხმებოდი თუ არ ეთანხმებოდი, უბრალოდ მისი პრობლემა იყო საზოგადოების პრობლემა, არ არსებობდა დღევანდელი გაგებით სხვისი ჭირი და ღობეს ჩხირი ამერამე და ეს იყო ძალიან ძლიერი საზოგადოება, რომელიცაც ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავდა. ეს მე ახლა რა პროცესები განვითარდა და დღეს მაინც არის დარჩენილი, თუმცა მე ვთვლი რომ მაინც ამ განათლების საკითხი ალბათ მთავარი და რაცა შემორჩენილი გურიაში ალბათ არის ის რომ არა ლიდერი ვიღაც ერთი პიროვნება, არამედ ლიდერი საზოგადოება თანასწორი, თანაბარი უფლებებით და ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით. ანუ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა თუ არ იქნებოდა ამაზე საერთო შეთანხმება მიღებული და დღეს ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი აზრით. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი აზრი არავის არ აინტერესებს. ანუ აინტერესებს ის, ვინც ეთანხმება. აინტერესებს ის, ვინც ეთანხმება ვიღაცას, ანუ დიალოგი არ არსებობს, კრიტიკა არის დანაშაული, ის კი არა შეიძლება ქუჩაში ხელი არ ჩამოგართვას ვიღაცა, თუ ფიქრობს, რომ ამით და სწორადაც ფიქრობს ხოთა შორის, რომ მას პრობლემა შეექმნება სამსახურში, ანუ და შეექმნება კიდევაც, რა თქმა უნდა და აი აქედან უნდა გამოვიდეთ, აქედან უნდა გამთავისუფლდეთ თავისუფლების სიყვარული
თანასწორობა, რაც ყოველთვის იყო გურიის, ასე თქვა, თავარი სავიზიტო ბარათი, დღესაც იმედია, რომ ჩვენი საზოგადოება მალე დაიძრება იმ მთელი სვლით იმის მისაღწევად, რაც ჩვენ მართლა გვეკუთვნის რა და უნდა დავიხსნათ საკუთარი თავის და ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს რაღაც სულიერ, არ ვიცი, კავშირს ეძებს იმ ხელისუფლებასთან, რომელიც გასულია კონსტიტუციიდან, ადამიანობიდან და ძალიან არაადამიანურ რეჟიმთან გვაქვს საქმე დღეს სამწუხაროდ. კი ბატონო, თუმცა ჩვენ ამით შევაჯამეთ და დავასრულებთ ალბათ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. მთავარი რაც არის მართლაც აი სოლიდარობა, დღესაც ისეთივე აუცილებელი და მნიშვნელოვანია სოლიდარობა, როგორც მაშინ იყო და ბოიკოტი, რაც ვიცით რომ გურულების ბოიკოტი ცნობილი ამბავი, სწორედ ამ სოლიდარობაზე იყო დაფუძნებული. ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მეგობრებს, რავი, მეზობლებს, ახლობლებს თხოვოთ, ვუთხრათ, ვიცით რომ გაბრაზება არის ხალხში, ვიცით რომ არ მოსწონს ეს სიტუაცია, ვიცით რომ მათაც იციან რომ ხელისუფლება მიტაცებულია რაღაც ჯგუფის მიერ და ამას ჭირდება რაღაც ამ გაბრაზების და პროტესტის შეერთება მშვიდობიანი ფორმით, რომ მალე მართლაც გავაღწიოთ იმ გზაზე, რასაც თავისუფლება და ნამდვილი სახელმწიფო გქვია. რავი, კიდე ერთხელ მეგობრებო, სოლიდარობა გამოუცხადოთ, თქვათ ამ აქციების ფარგლებში და ნაცემ და რაღაც და რა ვიცი, სასტიკი მოპყრობის ჩვენს მეგობრებს, კიდე ერთხელ მოვითხოვოთ თავისუფლება ამ რეჟიმის მართლა უკანონო პატიმრებს და რა მომავალ შეხვედრამდე კეთილი სურვილებით და გემშვიდობებით. მადლობა ბატონო კახა საინტერესო საუბრისთვის. და რა მგონი დღეისთვის საკმარისია მომავალ შეხვედრამდე. მადლობა, ნახვამდის. მადლობთ.